მეგობრებო, მოგესალმებით. იცით რომ 2 დღეა ბათუმი მასპინძლობს განდაგანას ფესტივალს და მივაგენი და შემნიშნე უცებ ჩვენი დიდი მეგობარი ძალიან კარგი ქართველი, ძალიან კარგი ადამიანი, აბისახლის მეპატრონე. გამარჯობა. გამარჯობა. აბა რა წარმოადგინე დღეს განდაგანას ფესტივალზე? რა თქმა უნდა გილოცავთ და წარმატებები. დიდი მადლობა. აი რა გაქვს წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო სანთლებს ხედავ. ფესტივალა განდაგანაზე წარმოვადგინეთ აბისახლის პროდუქცია. ძირითადი პროდუქტი არის თაფლის არაყი გვაქვს, ჭეო გვაქვს, დინგელი გქონდა, ყავრისფერი, ფიჭიანი თაფლი. აბა დავიწყოთ აქედან. ეს არის? ეგ არის განსაკუთრებული. რა? განსაკუთრებული თქვათ დღეებისთვის შევქმნით ნატურალური სანთლისგან დამზადებული. აქ შეიძლება ქართული სადგრძელოები ვთქვათ. რას ამბობ, ჭიქებია ესე. ჩვეულებრივი ჭიქებია, ნატურალურ სანთელზე დამზადებული. ეგ ჩვეულებრივი სანთელი ძილის წინ შეგვიძლია გავუკიდოთ და არომატულ ოთახში დავიძინოთ. აი საყოველთაობები კიდევ ასეთნაირად, თუმცა ამის დაცვა ცოტა გული უნდა. მისმინეთ, ამას რამე სტრესის მოხსნის, როდესაც სანთელისთვის რამეს მოქმედებს ადამიანზე? სანთელი საერთოდ თუ ადამიანი არის ალერგიული თუ არის და ასთმითი შეტევები აქვს, მაშინ ხუაში დიდხანს რომ იყოს იმაში რა ქვია სანთლის სუნი ისუნქოს ძალიან დიდ ხანძრივი დროით ვერ აიტანოს შეიძლება რა გაუჭირდეს და ცოტა დროით მაგალითად 5 წუთი საკმარისია გაუკიდოს სუნი ჩადგება რა ოთახში შემდეგ დაიძინოს მაგარი იქნება ძალიან კარგი არომატი ჩადგება ოთახში ეგ ჭიანის თაფლები გვაქვს ეს არაყის შენი ხო? თვითონ აკეთე? ფილის არაყი, ჭაჭი ჩვენია ყველაფერი, თაფლის არაყი. აბისახლი ჩვენი. აი აბისახლზე რომ მომიყვე ცოტა. აბისახლი არის ჩვეულებრივი კოტეჯი. მიდით, ჩვენ ასე გამოვიდეთ და იქ ნახონე მათ. ეგ ჩვენი კოლეგა არის. კოლეგა, გამარჯობა. მოგესალმები. ჩვენი მეგობარი არის ნატო. მერი როგორ ახარ? და შეგიძლია დააგემოვნა. ჩვენი თაფლი. აბისახლი არის ჩვეულებრივი ერთი ულამაზესი კოტეჯი. ასე ვთქვათ, რომელშიც ცხოვრობენ ფუტკრები. ფუტკრების სახლში ვარქვით, აბისახლ და მოთავსებული არიან ფუტკრის ოჯახების შიგნით. ისე რომ როცა შევდივართ ჩვენ თერაპიას ვიკეთებ, ფუტკარი ჩვენ ვერ გვეხება. სპეციალურ ოთახებში ხდება სეანსების მიღება. და ეგ აღნიშნული თერაპია არის ძალიან სასარგებლო ყველა ჩვენთაგანისათვის. პირველ რიგში თავარი, რაც უნდა აღნიშნოთ, ყველას აწუხებს სტრესი და დეპრესია. რა თქმა უნდა. უკარგესი რამე არის, ძალიან შედეგიანი, იმიტომ რომ ფუტკარს გააჩნია ბიომაგნიტური ველი, პირდაპირ მნიშვნელობით ბლოკს რა ნერვულ სისტემას, ადუნებს, ამშვიდებს და მაქსიმუმ 10 წუთში მივიხარ უკვე ძილის ძილში მივიხარ. და იქ ძილიც შეიძლება? რა თქმა უნდა შეიძლება. რამდენ საათს გრძელდება? საერთოდ ერთი პროცედურა, ერთი სეანსი რომ ჩაიტარო, 30 წუთს გრძელდება. და როცა ჩვენ არ გვყავს, ვთქვათ, ხალხი იმდენი რომ ლოდინი მოუწიოს თქვას, თუ ლოდინი უწევს, მაშინ იზოლებული ვართ 30 წუთში გამოვიყვანოთ და თუ არა ხალხი შეუძლია როცა დაეძინება ხوار გააღვიძეთ და შეუძლია იყოს მანამ სადამ დაიღვიძებს. ძალიან საინტერესო. ასევე აბისახლში მოსული სტუმარი უკვე ნახულობს ყველაფერს თავისი თვალით და ადგილზე ახდენს თქვათ დეგუსტაციას, პროდუქციის და ახდენს შეძენას. რამე კაფის მაგვარი, რესტორნის მაგვარიც ხომ არ გაქვთ? კი ბატონო, საჭმელიც შეიძლება. საოჯახო ასე ვთქვათ რესტორანი, აჭარული ნაციონალური კერძები, ნატურალური ყველაფერი
ასე რომ გეპატიჟებთ. ასე რომ მელოდე აუცილებლად ამოვა. კი ბატონო, მოგწონთ. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგია რომ ჩვენ კუთხეში ამდენი ადამიანები ხართ და ასე ნატურალური შეძენა შეიძლება ყველგან ეს რა ჩვენი პროდუქტი გვაქვს, ყურუთის გვაქვს. ძალიან კარგი. ჩვენი პროდუქტი არის ორიენტირებული ზოგადად უმაღლეს ხარისზე ბიონაწარმი არის. რაც მნიშვნელოვანი არის ყველას. ეგ არის ფუტკრის პური, ჭეოა ეგ. პური? ჭეო კი, ფუტკრის პური. ფუტკრის ნაწარმი არის. ნუ რაღაც პროცესები აქვს, რომ თქვა ფიჭიდან გამოიღო და ამ დონემდე მოიტანო. ძალიან სასარგებლო რაღაც არის. შეიცავს უამრავ ვიტამინებს, ნახშირწყლებს. როგორ უნდა ჭამო? შეგვიძლია პირდაპირ მივიღოთ, ფიტოკოუზი შეგვიძლია თაფში ავზილოთ. არ გადავკეტოთ რომ მივიდეს მოხალხე. შეგვიძლია რომ გადავზილოთ, გადაურიოთ და ისე მივიღოთ დილით უზმოს. ასევე აქ არ გვაქვს წარმოდგენილი ფუტკრის დედა ფუტკრის ზე. კი ბატონო, რაც ძალიან მაგარი პროდუქტი არის, ძალიან სასარგებლო. 1-10 გრამი მივიღე უკვე. კი. ოზურგეთიდან წარმოიდგინეთ. 10 გრამი რომ მივიღეთ. რამდენი შუალები? შეგიძლიათ გაიყვანოთ 3 თვიდან დღემდე, 3 თვე მაინც. შეგიძლიათ ჩაიტაროთ მეორე კურსი. მეორე კურსს შენთან შევიძენ აუცილებლად და გავაგრძელებ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შენი დედიკო სად არის ერთი დედიკოც? მივესალმოთ. მოგესალმებით კალბატონო. ბარაკა თქვენს ნაშრომს. რა ვიცი, დალოცვილები იყავით, ბედნიერები იყავით და ბევრი ადამიანი გაგეხარებინოთ ნატურალური პროდუქტით და თქვენი აპის სახლით. მადლობა, წარმატებები, გაიხარეთ.